მოგესალმებით. ეხლა არის 9 საათი. გილოცავთ ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზის მადლი გფარავდეთ, კარგად იყავით, სასწაულები მოეხდინოთ თქვენთვის. ყველაზე, რა ვიცი, მე ესე ვთვლი, რომ ყველაზე სწრაფი, სწრაფად გისრულებს იმ სურვილებს, რაც გაქვს. ყოველ შემთხვევაში მე ესე მაქვს გამოცდილი და სხვათა შორის ბავშვობიდან მიყვარს ეს წმინდანი, მართალია ეს ახლა არ არის ესე კაი საქმელი ეს, გამორჩევა, მაგრამ რატომღაც ესეა რა ბავშვობიდან და დღეს მიულოცე ჩემ შვილს ნიკოლოზობა, იმიტომ რომ ნიკოლოზი ქვია და ასევე ჩემი ძმის დაბადების დღეა დღეს. თან გამახსენდა ის დრო, როცა დაიბადა. ესეთი სიტუაცია იყო, სქესი ვერ გაიგეს. თუ იცით, მე უფროსი ვარ, მერე ჩემს მერე მოდის ვანდა, მერე მოდის ნინო. ნინოზე უფროსი ვარ მე 12 წლით. და ეს იყო, იცით, როგორი ვარიანტი, რომ აი ბიჭისთვის, რომ ასე ვთქვათ, ცდილობენ და მოკლედ ეს ნინოც ბიჭის მოლოდინი იყო რა ნინოს დროს და უკვე ეს მეოთხე შვილი რაღაცა თან ისეთ ასაკში იყო დედა რომ 41 წლის ამ გააჩინა და თავისთავად ნერვიულობდა თან ეხოსკოპიაზე არ გამოჩნდა მოკლედ და ყველანი ნერვიულობდით ახლა ვერ ვიტყვი მაგრამ მაინც ახლა მოლოდინი გქონდა რომ ძმა მეყოლებოდა ხო და 17 წლის ვიყავი მახსოვს და მამა წავიდა და რო დაიბადა ჩემი ძმა კოტე კონსტანტინე ახლა ვანდამ დამირეკა ხო და ესეთი სიტუაციაა რა მოკლედ მამა ბრუნდება სახლში ჩვენ ველოდებით რა ვიცით ახლა უნდა გაგვაგებინოს სხვანაირად სხვანაირად არ ხდება რა ეს არის 91 წელი და წარმოიდგინეთ ეს დრო ახლა ვისაც ახსოვს რა თქმა უნდა და შემოდის ძალიან სერიოზული სახით რა თქმა უნდა სპეციალურად რა ხო და მე როგორ იცით აი თვალს არ ვაშორებდი თვალებიდან ესე ვუყურებ და შევატყე რაღაცა ის რომ ციმცივებდა თვალები და მეთქი ახლა თქვი მეთქი ვინ არის ვინ მეთქი და ესო რა ქვია რაღაცა პაუზის მერე გვაწვალა რა მოკლედ და როგორც იქნა თქვა რომ ბიჭიო ხო კონსტანტინე დაარქვეს ბაბუაჩემის სახელი ხო და მოკლედ აი ესე დაიბადა ჩემი ძმა ძალიან იწვალა დედამ საკეისროთი გააჩინა ნინოც და კოტეც და მოკლედ ბევრი სისხლი დაკარგა ისედაც გამხდარი იყო და ჩემი სულ გამხდარია აი რასაც ქვია ცარიელი ძვალი და ტყავია რა ძალიან გამხდარი დედა მყავს ჩემზე ტანით დაბალია ხო და მოკლედ ასე ხო პრინციპში რაღაცა ეტყობა გენეტიკური გვაქვს მეც გვიან გავაჩინე სოსო 37 წლის ვიყავი თქო ახლა 51-ს არა მაგრამ 37-ს მოვავლინე ამ ქვეყანაზე სოსო მე პირველიც და მეორეც ფიზიოლოგიურად გავაჩინე ანუ ბუნებრივად როგორც იბადება ბავშვები და მოკლედ ესეთი ამბები ასე დღეს ესეთი დღე გვაქვს მაგრამ სამწუხაროდ ახლა ჩემი ძმა თავის სახლშია ჩემი შვილიც თავის სახლშია მოკლედ ესე ალთაბალთას ვართ და თან ვერც მივდივართ რა საჩუქარიც არა მაქვს არაფერი არა მაქვს მოკლედ უმუშევარი ხო და ძალიან დიდი თხოვნა მექნება
ახლების მიმართ, ვინც ახლები ხართ და ჯერ არ იცით ვინ ვარ, საიდან მოვედი, ასე ვთქვათ, ანუ ნადრევ დასკვნებს გააკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ მინიმუმ ჩემ ტყავში უნდა იყოთ, რომ მიხვდეთ ამ ყველაფერს. არ არის ესე მარტივი. მე კიდე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ზარმაცობდე, ეგ არის გამორიცხული. უბრალოდ ამ ბოლო ხანებში, რაც იმ სამსახურიდან წამოვედი, ანუ ბოლოს სადაც ვიყავი რა გვირილაში, რაღაცნაირად ახლა მე კი ყველაფრისთვის ანუ მზად ვიყავი, მობილიზებული და რაც, მაგრამ მარტო ის არ არის, რომ შენ თვითონ რაღაცა მოინდომო. მე ესეთი ადამიანი ვარ, ჩემზე როგორც ემოციურად, ასევე თანხელვანი ადამიანი, საერთოდ უმრავლესობა ხელვანი ადამიანი არის ემოციური, იმიტომ რომ სხვაგვარად არ შეიძლება და ეს ემოციურობა თან მერე ეს გარშემო რაც ხდება, ეს ყველაფერი მოქმედებს თავისთავად, როგორც ემოციურად, ასევე პირდაპირ, ანუ საქმესთან დაკავშირებული პრობლემები და მოკლედ ესე არა, ანუ ჩემზე რო ყოფილიყო დამოკიდებული, მაგას რა ჯობია მხოლოდ ჩემზე. ასე არ არის, როგორც აი მაგალითად ადამიანი კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. მაგალითად ეხლა რომ დაგეგმო რაღაცა დიდი ამბით და შეძლებაც რო გქონდეს და თვლიდე რომ ძალაუფლებაც გაქვს და ამ დროს უცბად ადგეს ბუნება და მოისურვოს რომ გაანადგუროს ყველაფერი მთელი დედამიწა და მაშინ რას იზამს, ხო? არა და ფიქრობს ადამიანი, რომ აი თქვა დავუშვათ, მდიდარი ვარ, ძალაუფლება მაქვს რაღაცა, ხო? ხო, ვერაფერს ვერ გახდება თავისთავად, აი ეხლა ეს ცოტა ისეთ მასშტაბებით შევადარე, მაგრამ აი დაახლოებით ესეთი ვარიანტია, როცა ინდივიდუალურად ადამიანი რაღაცას გეგმავ, რაღაცას ფიქრობ და რაღაც ეს რო გიქნის ესეთ პირობებს, რომ არ გამოდის რა მოკლედ. ხო, ამიტომ ალტერნატივა რაღაცეები, იქ ვიფიქრე, ახალი წლიდან ვაპირებ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ახალი წლიდან ვაპირებ მუშაობას, ისე რა გამოჩერებს, ვერც გავძლებ და უკვე დეპრესიის გზაზე ვდგევარ, იმიტომ რომ არ არის რა მარტივი. სულ რომ თქვათ ფუფუნებაშიც რო იცხოვროს ადამიანმა, ანუ რას გულისხმობ, ყველაფერი რო გქონდეს რა, აი რაღაცა მაინც უნდა აკეთო ადამიანმა, რომ თავი იგრძნო ცოცხლად რა. ეხლა ესე არ არის, ეხლა ზოგს გონია, რომ აუ მომცა ეხლა მე $1,000,000 და ფეხზე გადავდებ და ისე კარგად ვიქნები და ესე და ისე. არ არის ესე. კი, იქ წახვალ, თქვათ, სიტყვაზე მოივლი, თქვათ, რაც ქვეყნებს დაათვალიერებ რაღაცა, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეხლა ხო მოგიწევს რაღაცაზე ფიქრი, სულ ხო არ ჩაჯდები, ხო, ესე. რაღაცა უნდა აკეთო, ანუ რაღაცა мотиваცია უნდა გქონდეს, რაღაცა ინტერესი უნდა გქონდეს. ხო და ეს აუცილებელია. თან ცოტა ვარჯიში, ისე ხა ვიღაცა მეტყვის, რომ ყველაფრის ანუ მოხერხება შესაძლებელია თუ გაქვს ამის საშუალება, ხო? იქ ვარჯიშებ კიდევაც, ანუ თავის დატვირთვა რა ფიზიკურად. გუშინ საღამოს ვივარჯიშე ცოტა, ვაპარებ უკვე ვარჯიშებს. იმიტომ რომ ეხლა ახალ წლებამდე კიდე იმდენად ისე არა, მაგრამ აი როგორც კი ჩაივლის ეს ყველაფერი, ეს ზეიმები და დღესასწაულები, მოკლედ ძალიან მონდომებით უნდა შევუდგე, ნუ რა, ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ, თუ კიდე რამე არ გადატრიალდ, რაღაცა უბედურება არ მოხდა, ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა. და მოკლედ ესე იქნება ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია რომ იყოს მონდომება, იყოს мотиваცია. ხო და მოკლედ აი ესე რა. ეხლა ეს 2 დღე იმიტომ არ გამოვჩდი ზუსტად, რომ ისეთი დისკომფორტი მქონდა. მოკლედ გუშინ ისე მოხდა, რომ ეს სულ უკ მაკიაჟს მაინც ვიკეთებ ხოლმე, როცა ან მაღაზიაში ჩავდი რაღაცები, მე თვითონ არ სიამოვნებს. ისე და რაღაცნაირად ისე ავტომატურად
ჩავედი რა მოკლედ მაღაზიაში არანაირი ის არ გამიკეთებია და ჩვენ გავყიდველი ცოტა ისე რაღაცა აი სახეზე შევატყე რაღაცა და მეთქი რა ალბათ მეთქი რაღაცა სახე სფერი არ მივარგა ან რაღაცა თქო და რომ ამოვედი ეგრევე სარკეში ჩავიხედე და ისეთი ჩაცვენილი თვალები მქონდა აქ ჩამუქებული ფერმკთალი ვიყავი რაღაცა ცოტა ისეთი ფერი გადამკრავდა მოკლედ აი სიმჟავიანობა მიცის რა მოკლედ ძალიან ზედმეტი ის მქონდა მე მაპატიეთ და უკვე აი ესეთი ის მქონდა ღებინებამდე რომ მიდიხარ და ისეთი დისკომფორტი რომ რა ლაპარაკის თავი ლაპარაკის კი არა მოძრაობაც კი მიჭირდა აი ძალიან ვაკეთებდი ყველაფერს ხო მაგრამ მაინც უსაქმოდ იცით ახლა ის ნათქვამი მაქვს თორე დანახული ალბათ კი არა და არ გაქვთ საიდან თუ ვერ გადავიღებ ეს ყველაფერს ამ პროცესებს მოკლედ რაღაცები დავალაგე უჯრები რაც ანუ აი ეტაპობრივად ადრე ხო დავიწყე ეს გენერალურის და ეტაპობრივად მივყვები რაღაცებს ახლა ეს სოსო სადაც წევს საწოლის ქვეშ რაღაცები მქონდა ჩალაგებული ხო არის იქ ადგილი და მოკლედ გადახარისხება გავაკეთე და აღმოვაჩინე თურმე უგები მქონია მეგობრებო დამავიწყდა ესე თან ისეთი სასაცილოა რომ ესე იგი შარშან ანუ ზამთარში მთელი ზამთარი ისე ანუ აი რომ მუშაობდი აი რას ნიშნავს ხო დრო არ მქონდა რომ ყველაფრისთვის სათითაოდ მიმეხედა დალაგება და სად მქონდა მაგის დრო მოვდიოდი სახში სადილის მომზადებას თუ მოვასწრებდი თუ არა და დილას 6 საათზე სპეციალურად ვიღვიძებდი იმისთვის რომ სადილი მომემზადებინა და გამემზადებინა ანუ ბავშვის და ისე წავსულიყავი სამსახურში და მოკლედ აი ესე გადარბენებზე ვიყავი და ერთი დასვენების დღე მქონდა და ზუსტად იმ დასვენების დღეს ვინც კარგად გვიცნობთ ჩვენ ზუსტად იმ დასვენების დღეს მივდიოდით ხშირად არა რა თქმა უნდა ჩემებთან იმიტომ რომ საერცხის მანქანა აქვს და იქ ვრეცხავდი საერცხს რაღაცა აქედან მშრალი ომი მქონდა მძიმე იქიდან ორმაგად მძიმე მომქონდა ნესტიანი ანუ რომ კარგად წურავს ხო საერცხის მანქანა ეხლა ვისაც აქვს ისეთი საერცხის მანქანა რომელიც აშრობს კიდევაც თად ბედნიერებაა და მოკლედ აი ესე წვალებით ხო და არ მახსოვდა რა მოკლედ რომ ეს უგები მქონდა ადრე უნოში მაქვს ნაყიდი თუ სწორედ მახსოვს ხო იაფიღირდა ძალიან და ვიყიდე ორი წვილი ყავისფერები ეხლა ფეხზე მაცვია ეს ყავისფერები და შავები ყავისფერები მოკლეა ეხლა გაჩვენებთ არ ვიცი ესე თუ გამოჩნდება აი ესეთი უგები ყავისფერი და შავები ცოტა მაღალი და მოკლედ მაღალყელიანი ორივე ნორმალურ ეხლა ეს უფრო ხშირად მეცვა როგორც ჩანს იმიტომ რომ ძირზე აქვს პატარა ის აქვს უკვე აი რომ დაჯდება და რომ გაცვდება არ ვიცი ეხლა რამდენად გამოჩნდება მოკლედ აი ესეთი ის აქვს რა აქ უკვე გახსნილებით არის მაგრამ ბოლომდე არა ანუ ისე რა უბრალოდ გაცვეთილია და ის კარგად აქვს იმას ძირები მაგრამ ისეთი თბილებია და მთელი ესე იგი შარშანდელი ეს წელი ანუ ზამთარი გავიარე ბოტასებში და მე იყო ჩემადამ მაჩუქა რაღაცა ბათინკები არ იყო დათბილული ჩვეულებრივი ბათინკები ისიც მეცვა ხოლმე შიგაში როცა ბოტასებს გავრეცხავდი ის მეცვა ხოლმე და მოკლედ ესე ვანაცვლებდი ხო და ესეთი კომფორტული არა და ფეხები მეყინებოდა მახსოვს კარებთან სალაროები იყო იცით როგორ განლაგებული ერთი იყო ძალიან ახლოს კარებთან მეორე ოდნავ გვერდზე რა და ხშირად მიწევდა ხოლმე ზუსტად აი ამ კარებთან სალაროსთან რა ყოფნა და წარმარა რომ იღებოდა რაც არ უნდა დამთბარი ყოფილიყო ახლა გარედან რომ შემოდიოდნენ ვაიმე რა კარგია აქ როგორ თბილა იძახდნენ ხო და ზაფხულში პირიქით რა ანუ გრილოდა და რაღაცა მაგრამ როცა კარებთან ხარ პირდაპირ ფეხებში გიბერავს და მეთოშებოდა ფეხები და აი სად ვიყავი რა ეს უგები თურმე ისვენებს და მე კიდე ფეხები მეყინება
და ვიპოვე იქ პარკში მქონია ჩაწყობილი და ჩალაგებული ესე ვთქვათ იქ. დავალაგე ამოვიღე რაღაცეები, კიდევ რაღაცეები გასაკეთებელი, მოკლედ ბევრი საქმე მაქვს კიდევ დარჩენილი. ხო და მე ბოლო შტრიხი იქნება ის, რომ უკვე აი რომ გავჩოთქავ, მივჩოთქავ ყველაფერს და ეს კედელიც უნდა იმას ვქნა სულ გავრეცხო რა ფაქტიურად. თლად ახლა ესე გარეცხვით რაღაცა ისე წარმოდგენაში ესე წარმოიდგენთ ალბათ რაღაცა ხალხი და არა. უბრალოდ სველი ტილოთი და იმით ჩოთქით ჯერ მშრალად ჩამოვხვეტავ და მე სველი ტილოს გადაусმევ. იმიტომ რომ ეს აგურის ფილები, ეს არის ესეთი ფილები, რომელიც მოკლედ მაინც მტვერს იღებს. თან ქუჩის მხარეს ვართ და ესეთი ამბები. თავისთავად ჭერი, მტრები, იატაკი და ეს იქნება დარჩენილი. ხო, და კიდე რაღაცა მაქვს შესაკერი. ვერადავერ დავადგი საშველი, უნდა შევკერო და კიდე რაღაცაზე ვფიქრობდი. ხო, ის დავიწყე იმის გაკეთება, მაგრამ წევო არა მაქვს ჯერ და ვნახოთ რა, მოკლედ შეიძლება ხვალ გავიდე ერთი რამოდენიმე ჭხირი სილიკონი მინდა ვიყიდო და ვიდეო მინდა გადავიღო უკვე რა დარჩა ახალ წლამდე მოკლედ ესეთი გაფორმების მასტერკლასი მინდოდა და რა ვიცი რამდენად მოვახერხებ მოკლედ როგორც მოვახერხებ ისე გაჩვენებთ ძალიან მარტივი რამეა და შეიძლება დაამზადოთ შესაფუთი ქაღალდებითაც ან შესაფუთი უფრო ცოტა ძვირი ის არის ანუ ქაღალდი თვითონ ანუ ქაღალდი კი არა ესეთი მეორენაირი ის რო არის ქაღალდს უყავს როგორ ვთქვათ აი ყვავილებს რო ახვევენ რა პრიალა ესეთი ბრჭყვიალა ისინი რო არა მოკლედ აი ესეთი გამოდგება და კაპიკები ღირსა მოკლედ ეს ყვავილების გაფორმებს ხო რა შესაფუთი მასში იყიდება რა ეს როგორც კოჩები ესეთი ქაღალდები და რაც ყვავილებს ჭირდება რა მოკლედ ესეთი ეს არის მაღაზია არის საქვაგზალზე ხო და მანდ ადრე ვიყიდე გავაკეთე ვიდეოც მქონდა წინა არხზე ზუსტად მაგიმისი ძალიან მარტივი აი ძალიან მარტივი და უბრალოდ დაჭირდება ეს ანუ ეს ქაღალდები ბრჭყვიალა ქაღალდები მაკრატელი და ესა სილიკონი ანუ ცხელწება ან ხო ვისაც არ აქვს ახლა ის თვითონ პისტოლეტი არც ეგ არის პრობლემა სანთებელათი რომ ცოტა იმას ვთქვათ გააცხელოთ შეგიძლიათ აი ესე გამოიყენოთ რა მოკლედ ერთხელ გამიფუჭდა და ესე მომიწია და მშვენივრად გავართი თავი მოკლედ ესეთი ამბებია ეხლა მზივართ ესე ხო ფილმებზეც გითხარით ფილმებზე 1-2 დღეში მას ვიზამ შევკრებავ ჟანრების მიხედვით, ხასიათის მიხედვით და ასე ვთქვათ, შემოგთავაზებთ. ხო, ну მე მაგალითად ახლა ესეთი ხასიათიდან გამომდინარე, რომ ცოტა დეპრესიული ისიც მაქვს ფონი და თან კიდევ ეს ჯანმრთელობის ისიც უკვე აი პიქსეა და უკვე აი დამხალა მართლა. ხო და საერთოდ ესეთ მომენტში, როცა თავს ვერ ვგრძნობ ხოლმე რა, სათანადოდ, გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად, ვუყურებ ხოლმე ესეთი გლობალურ კატასტროფებზე ფილმებს და გუშინ ესე იგი ჩავუჯექი და ანუ ჩავუჯექი რა, ანუ თან საქმეს ვაკეთებდი, თან გავაკეთებდი, დავждებოდი გავაკეთებდი, მოკლედ აი ესე პორცია ესე ვუყურე იმას ესე იგი პირველი იყო დღე-ხვალის შემდეგ ესე ქვია ანუ გამყინვარებაზე როა ძველი ფილმია თლად ახალი არ არის შემდეგ იყო 2012 ხო 2012 დიდი ფილმი ანუ 2 საათიანია ხო და
რახან ახლა ესე ფონად ჰქონდა ჩართული და თან სადელს ვამზადებდი მგონი მაგ დროს. ხო, კიდე ის რა ქვია ესე ქვია ანუ რუსულად ქვია ზიმნაე კარა. მე მგონი ესე თუ სწორედ მახსოვს, მოკლედ მაგასაც ვუყურე. და ძილის წინ ჩავთე კიდე ისა მთვარის დაცემა, მოკლედ სულ გლობალური ეს არის რა, ანუ აი გლობალურ კატასტროფებზე. ერთი ის რომ არმაგედონი არ მინახია და აი ახლა ჩართული მაქვს ისა გეოშტორმი. მოკლედ და რატო ვაკეთებ ხოლმე ამას, როცა მე ვერ ვგრძნობ თავს კარგად, გინდა ფიზიკურად, გინდა სულიერად, ესეთ ფილმებს რატო ვუყურებ? ამის ფონზე ჩემი პრობლემები არაფრად არ მიმაჩნია, ანუ რაღაცა და ნუ ეს ფსიქოლოგიურია, უფრო რაღაცა ფსიქოლოგიური მას ვუტარებ საკუთარ თავს, რომ ანუ არსებობს კიდე უფრო დიდი პრობლემები და ანუ ჩემ თავს შემოუძახებ ხოლმე, რომ ეს კიდე არაფერია იმასთან შედარებით და ასე ვთქვათ, ეს მაფხიზლებს ხოლმე რა. და უკეთესად ვგრძნობ ხოლმე, ხა ფიზიკურად რამდენად უკეთესად ხა ხო ცოტა რაღაცა დიეტასავით დავუნიშნე კიდე ჩემ თავს რა. აი ამის გამო, ნუ ეს დღეს დილას 80-ზე მივირთვი ესა და დამავიწყდა გადამებდო. კუზით ესე მოდო ეხლა ესა და მე გავაკეთე კარტოფილი, მოკლედ. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს. იმედი არა, მოლოდინი მაქვს, რომ 2025 წლიდან რაღაც სხვა უკეთესი დაიწყება და რა თქმა უნდა, ეხლა არაფერი გააკეთო და ისე ელოდო უკეთესესი არ ხდება. იმიტომ რომ მე დაკვირვებული ვარ, ყოველთვის ვაღწევდი წარმატებას, მაშინ როცა ვიყავი ცოცხლად, როცა ვიყავი მოძრავი, რომ მოვდგებოდი რაღაცა, ანუ როგორ ვთქვათ, წარმატებები მოდის იმ ადამიანებთან, ვინც რაღაცას მაინც აკეთებს და თავისთავად ახლა გრამატიკულად, მაგრამ აი მოძრაობაში როა სულ რაღაცა მობილიზებული როა და მოკლედ ყოჩაღად რა. აი ესეთებთან მოდის წარმატება. ამას მე 1000%-ით გეუბნებით, ჩემ ტყავზეც მაგ გამოცდილი და ისეც ვიცი რა, ახლა სხვების მაგალითზე. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ სულ უნდა იყო როგორ ვთქვათ, რიტმში, ხო? რიტმში, რაღაცა თავისებურ რიტმში რა. ცოცხალ რიტმში. კარგით მეგობრებო. ხა 10:30 ხდება. საქმე ხა ისეთი არაფერი აღარ მაქვს, თუ კიდე რამე არ მოვიფიქრე შუაღამეს, ესეც მახასიათებს ხოლმე. სხვათა შორის ეს რა ქვია ამას, კვერცხის ისინი შენახული მქონდა და კარგად ვიყენებ რა, მადგება. აი იმ დეკორაციის გასაკეთებლად ახლა მოვჭერი ესეთი ის რა, მოკლედ ესეთი. და გაჩვენებთ მერე რა იქნება, როგორი იქნება. გაჩვენებთ რა, მე მინდა რომ თვითონ ეს დამზადების პროცესიც გაჩვენოთ და ხო, ეს სახურავისთვის ხო გავს იმას, რა ქვია, შიფერს რო ეძახიან რა, მოკლედ ესეთი. ეს ძალიან მარტივად კეთდება, ჩვეულებრივ კარტონს წყალს ასხავთ ესე შესაშუალებით და ზედა ფენა რო ფილდება, იმას აცლით და რჩება ესეთი გოფრი და სახურავებს ვაკეთებ ხოლმე ამით. ხანდახან ესეთი კრამიტის სახურავსაც. კარგით, აბა დროებით და ხვალამდე მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ნიკოლოზობას, მისი მადლი და ძალა გფარავდეთ. სასწაულებრივი მადლი და ძალა. კარგით, აბა გავკოცეთ, ხვალამდე.